ბავშვობიდან აქ ვარ, ეგრეა ჩემი საქმე. მამა იყო მეცხოველობის სფეროთი დაკავებული, ფაქტურად მეც ვიყავი ხოლმე ჩართული მეცხოველობის პროცესებში. ეხლაც გვაქვს მერძეული მიმართულების ფერმა. ჩემი ინტერესი იყო, ასე ვთქვათ, რძის წარმოება. 2013 წელს დავიწყე რძის გადამუშავება. საწარმოო არ იყო ამხელა, რასაც ახლა უყურებთ, ამის ნახევარი იყო ჩავთვალოთ. და 2013 წლიდან ქართული ტრადიციული წესით ვამზადებდით სულგუნს. და სულგუნის ბაზაზე დამზადებულ სხვადასხვა ვარიანტებს კიდევ. პირველივე ნაბიჯებიდან დავიწყე ეტიკეტირებაც, დავიწყე შეფუთვაც და მარკეტებთან, სხვა მარკეტებთან ურთიერთობა. შემდეგ წელს უკვე გავაფართოვე, მივამატე 100 კვადრატის ოდენობის სივრცე, რეკონსტრუქცია მოუწია შენობას და რა ვიცი, დღეს მოვედით აი ამ დონეზე. 2025 წელს მივიღე მონაწილეობა ფერმერთა ასოციაციის მხრიდან გამოცხადებულ პროექტში და შევიძინე საწარმოო დანადგარები. ეს იყო ორთქლის გენერატორი, მაწონის შესაფუთი დანადგარი, სეპარატორი, პასტერიზაციის აუზი და ზოგადად ფერმერთა ასოციაცია აქტიურად არის ჩართული ფერმერებთან კომუნიკაციაში, ასევე დახმარების მხრივ და გვერდში გვიდგა მეწარმეებს. ეს არის კარაქის სადღვები და შეგვიძლია შიგნითაც ვნახოთ. ჯერ კიდევ მოსამზადებელი არის, აი ესე რძის მიღება, ფილტრაცია, პირველი პროცესი. შემდეგ პასტერიზაცია ხდება რძის 72 გრადუსზე და ვაყენებთ 30 წამის განმავლობაში. შემდეგი პროცესი არის გაციება, დაახლოებით 37 გრადუსზე, სეზონურის მიხედვით, სხვადასხვა ტემპერატურას ესე ვაკეთებ. და შემდეგ შეგვაქვს უკვე კვეთი. ეგრეთ წოდებული პეპსინის კუჭის ფერმენტზე გაკეთებული კვეთი. შემდეგ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში ველოდებით, როდესაც მასას მივიღებთ ყველის მასას, შემდეგ უკვე ხდება ყველის მარცვლების დაჭრა, გამოყოფა ცალკე შრატის, ცალკე მარცვლის. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ შრატს ვაცილებთ ყველის მასას და ვიღებთ უკვე მასას, რომელშიც გადაგვაქვს უკვე ფორმებში. მოვაცილებთ ყველის მასას და დარჩა უკვე აი ესეთი პროდუქტი. ახლა ამას ამოვიღებთ ფორმებში, დაიწურება, მომწიფდება და შემდეგ გაკეთდება სულგუნი. ხლათ უნდა იყოს დაჭერილი, ადვილად შემოდის. ახლა ზოგი, რა ვიცი, დიდებს აყრიან, ზოგი ისა, მაგრამ აი ესეთ ხლათ როა. ადვილია რა. კარგად შემოდის, ბინდება. ეს არის სულგუნის მასა უკვე, რომელიც წინაზე რაც ვისაუბრეთ, აი მომწიფებული მასა, რომელიც იხარშება, ასე ვთქვათ, დაახლოებით 70-72 გრადუს ტემპერატურაზე და შემდეგ ხდება უკვე ხელით დამუშავება და ფორმებში გადატანა. დადგენილებით რეგლამენტით ცხიმიანობის დონე უნდა იყოს 45% მშრალ ნივთიერებაში და მარილის შემცველობა მასაში 2%. რძეს უნდა კონდეს ზომიერად, რა თქმა უნდა, ის შეფარდება ცხიმიანობის, რაც ვარგისი არის სულგუნისთვის, დაახლოებით 3.3%, რომ მშრალ ნივთიერებაში, შემდეგ ყველში უკვე, ყველის მშრალ ნივთიერებაში მივიღოთ 45% ცხიმიანობა. ეს 45% საიდან, ეს არის რეგლამენტით დადგენილი და მარილის შემცველობა უნდა იყოს 2-დან 3%-მდე. უკვე ყველში. მოზელვის პროცესში, ასე ვთქვათ, ვამატებთ პიტნას, რომელიც, რა ვიცი, კარგად ეხამება სულგუნს და საგემოვნო თვისებას უმაღლებს. სულგუნი უფრო მეტი იყიდება რაოდენობაში, ვიდრე ვთქვათ, პიტნიანი ვარიანტი. მცირედით შეგრილდება ყველის მასა და გადავიტანთ ახლა მარილისწყლის აუზებში.
ეს გახლავთ შესაბოლი სივრცე. ეხლა არის უკვე გამზადებული დაწნული სულგუნი შესაბოლად და შესაბოლად ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ წიფელის ნახერხს. შებოლის პროცესს დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება. ფუძე არის სულგუნის, ესეც ხდება ესე წვრილი ძაფების სახით ამოღება, დაწვნა და შემდეგი პროცესი შებოლვა. ეხლა ვიწყებთ დავაკუმებას, ასე ვთქვათ, ვაკუუმ შეფუთვას პროდუქტის, სპეციალიზებულ ცელოფნებში ლაგდება და შემდეგ გადავიტანთ უკვე ვაკუუმ აპარატში. ეს არის უკვე გამზადებული პროდუქტი. სულგუნის ჭხირი არის პიტნით, ასევე შებოლილი ჭხირი, დაწნული შებოლილი, აჯიკიანი, რომელიც ძალიან გემრიელია და მომწონს მე მაგალითად. აი ეს პიტნიანი ვარიანტი და ასევე ტრადიციული სულგუნი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაწარმოებთ მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ძეზე. ძეს ადგილზე საწარმოში ვამოწმებთ ცილის შემცველობას, ცხიმის შემცველობას, სიმკვრივეს, თუ აქვს თქვათ წყალი დამატებული, მაგასაც ვარკვევთ ლაქტოსკანის საშუალებით, თუმცა ვაკეთებთ ხოლმე დაახლოებით 3 თვეში ერთხელ როგორც მზა პროდუქტის კვლევას, მიკრობიოლოგიურ ანალიზზე, წყლის კვლევას და ასევე რძის კვლევა, შეიძლება იყოს ეს ბრუცელოზი, მიკრობიოლოგიასთან, სხვადასხვა პარამეტრებზე. იდეაში არის რაღაცები და ნახოთ საომავლოდ, ზოგადად გაზრდასაც ვფიქრობ და სხვადასხვა პროდუქტსაც შევთავაზებთ მომხმარებელს საომავლოდ.